სამთო-სათხილამურო კურორტების სიაში გოდერძის უხელტეხილი საპატიო ადგილს აქტიურად იკავებს. კურორტი წინ მიწევს ხარისხიანი თოვლის, სათხილამურო ტრასების, დამსვენებლებისა და საერთაშორისო აღიარების მიმართულებით. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ, როგორ მიმდინარეობს ზამთარი 2026 გოდერძის უხელტეხილზე. თოვლიანი ტრასები, განახლებული ინფრასტრუქტურა და ზამთრის სპორტის მრავალფეროვანი სერვისები გოდერძისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. კურორტი განსაკუთრებით მიმზიდველია პროფესიონალი და თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისათვის. ჩვენ ვართ კანადიდან, მონრეალიდან. საქართველოში თხილამურებზე სასრიალოდ ჩამოვედით. ვიყავით გუდაურში, შემდეგ ბახმაროში. ახლა 3 დღეა გოდერძიზე ვართ. ძალიან ბედნიერი ვართ. შესანიშნავი ადგილია, შესანიშნავი მთები, მშვენიერი ხალხი. აქ ისევ დაბრუნდებით მომავალ წელს. საქართველოში პირველად ვარ, მანამდე ძალიან ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი სასრიალოდ აზიაში, იაპონიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. აქ ძალიან ლამაზი მთებია, კარგი ხალხი, საკვები, აუცილებლად დავბრუნდებით. კურორტზე განთავსებულია რესტორნების, ტრაფიკვების ობიექტები, თხილამურების გასაქირავებელი ობიექტები და პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი. მოწყობილია მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისთვის. 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასებს გონდოლა ემსახურება. კურორტი გოდერძი განახლებული ტურისტული სერვისებით და პროდუქტებით შეხვდა მიმდინარე წელს. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ერთის მხრივ კურორტ გოდერძიზე არსებული ტურისტული სერვისების და პროდუქტების განვითარებას და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მუშაობთ იმაზე, რომ კურორტ გოდერძის შესახებ გაიგოს ჩვენმა პოტენციურმა ვიზიტორებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სეზონი იდეალურად მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაში არის შესული, საკმაოდ ბევრი ვიზიტორი არის და ყოველწლიურად ეს ვიზიტორთა რაოდენობა მზარდი არის. მომხიბვლელობა გოდერძის სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამოირჩევა უნიკალური ლანდშაფტით, ბუნებით, რასაც თავაზობთ ვიზიტორებს. კურორტამდე ამოსვლა იმ ინფრასტრუქტურით, რაც განახლებული ინფრასტრუქტურა საკმაოდ მიმზიდველი არის და ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ კარგი სეზონი იქნება. კურორტს ყოველ წელს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა და პროდუქტები ემატება. გაზრდილია სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების რაოდენობა. კურორტსა და მის მიმდებარედ არსებულ სასტუმროებში ამ ეტაპზე ერთდროულად 1500-ზე მეტი ვიზიტორის განთავსებაა შესაძლებელი. შარშანდელ წელსთან შედარებით უმასპინძლის რეკორდული რაოდენობის სტუმრებს, ძალიან დატვირთული სეზონია იანვარში. ძალიან ბევრი სტუმარი არის დაინტერესებული უკვე ახალი ლოკაციების აღმოჩენით. ამბასადორი გოდერძი უმასპინძლა ასევე ევროპიდან ძალიან აქტიურად დაინტერესებულ ტურისტებს, რომლებიც გატაცებულები არიან გაუკვალავში სრიალით. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობა. 2025 წელს გოდერძის 25000 დამსვენებელი ესტუმრა, რაც 2024 წელთან შედარებით 19%-ით მეტია. კურორტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და არაერთი პოპულარული მედია გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. კურორტის განვითარების გეგმებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მისაუბრა. 2025 წელს რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობა 9 მილიონს მიაღწია. ამაში დიდი წვლილი ეკისრება სწორედ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის ტრასებით არის გამორჩეული. აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი. ხულო გოდერძის მონაკვეთზე შეუფერხებლად არის შესაძლებელი გადაადგილება. ამ დროისთვის აქტიურად მუშაობთ ახალციხე გოდერძის ავტომობილების მონაკვეთის გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი კიდევ უფრო გავაძლიეროთ და 4 სეზონზე გახდეს ტურისტულად მიმზიდველი. ტრადიციულად დეკემბრიდან აპრილამდე კურორტი გოდერძი დამსვენებლებს უსაფრთხო და მრავალფეროვან